ახლა კი საინტერესო ამბების გაზიარების დრო მოვიდა. ყოველ წელს სექტემბრის მიწურულს მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ეგრეთ წოდებული სიმამაცის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პატივს იმ ქალებს მიაგებს, რომლებიც სირთულეებს არ შეუშინდნენ და მათი ისტორიებით სხვადასხვა დროს მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის შთაგონებისა და მოტივაციის წყაროდ იქცა. დღეს გიყვებით მტკიცე, უშიშარი და გაბედული ნაკლებად ცნობილი ქალების ისტორიებს. მუნიბა მაზარი სიძლიერის გამო საზოგადოებამ პაკისტანის რკინის ლედიც კი შეარქვა. როგორც მის ქვეყანაში მცხოვრები ქალების უმეტესობა, ისიც კონსერვატორ ოჯახში იზრდებოდა. 18 წლის იყო, როდესაც მშობლების მოთხოვნით ოჯახი შექმნა. ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ მუნიბა ავტოკატასტროფაში მოყვა, მის მეუღლეს საჭესთან ჩაეძინა, მრავლობითი მოტეხილობისა და ხერხემლის დაზიანების გამო მან ფეხზე გავლა ვეღარ შეძლო. როგორც მოგვიანებით გაიხსენა, ერთ დღეს მასთან ექიმი მივიდა და ასეთი სიტყვები უთხრა. მუნიბა, ხერხემლის დაზიანების გამო შენ დედა ვერასდროს გახდები. ვიცი მხატვარი გინდოდა გამოსულიყავი და ვერც ამას შეძლებ. მუნიბამ სირთულეები გამოწვევებად აქცია და ექიმისა და გარშემომყოფებისათვის საწინააღმდეგოს დამტკიცება გადაწყვიტა. ექიმის სიტყვების შემდეგ ოჯახის წევრებს საავადმყოფოში საღებავები მოატანინა და დეფორმირებული ხელებით ხატვა დაიწყო. ძალა წარუმატებელი ქორწინების დასასრულებლადაც მოიკრიბა პაკისტანის ერთ-ერთი ბავშვთა თავშესაფრიდან პატარა ბიჭი იშვილა და დედაც გახდა. სტერეოტიპების დასამსხვრევად ცდილობდა საჯარო სივრცეებში ეტლით ხშირად გამოჩენილიყო. შემდეგ პაკისტანში გაეროს კეთილინების ელჩიც გახდა. გარკვეული დროის განმავლობაში კი ტელეწამყვანის როლიც კი მოირგო. 2015 წელს BBC-მ 100 ყველაზე ძლიერ ქალს შორის დაასახელა. ახლა მუნიბა მაზარი ქალებისა და ბავშვების უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძვის, საზოგადოებას კი ასეთი სიტყვებით მიმართავს. იცით რამხელა ძალა აქვს სიტყვებს, იმ სიტყვებს, რომლებსაც საკუთარ თავს ეუბნებით. ამიტომ შეცვალეთ ლექსიკონი, ნამდვილი ბედნიერება მადლიერება შეიმალება. იყავით მადლიერი სირთულეების, რადგან სწორედ ისინი მოგცემენ ძალას. ასეთი საინტერესო ქალბატონის ამბავი გაგიზიარეთ ჯერ. საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენა არასდროს არ არის გვიანი. ამაში კეტრინ კვეჰნის ისტორია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. კიდევ ერთი ძლიერი ქალის ამბავი. 95 წლის კეტრინმა ძალოსნობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ის სპორტის ამ სახეობით 80 წლის ასაკში მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ოსტეოპოროზის დიაგნოზი დაუსვეს. გეტყვით, რომ ოსტეოპოროზი ძვლის მასისა და სიმკვრივის შემცირებას იწვევს, შედეგად იზრდება მოტეხილობების რისკი და კეტრინი დაავადებას არ შეუშინდა და სრულიად პირიქით მასთან ბრძოლა გადაწყვიტა. გზად არაერთი სირთულე შეხვდა, თუმცა ვარჯიში არ შეწყვიტა. შედეგმაც არ დააყოვნა და 95 წლის ასაკში კეტრინი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. ხანდაზმული ქალბატონის ისტორია იმდენად შთამაგონებელი აღმოჩნდა, რომ ნიუ-იორკერი დაინტერესდა და მასზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით ძლიერი ბებია გადაიღო. როდესაც კეტრინს ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ რჩევას ეკითხებიან, ის ყოველთვის ასე პასუხობს. ნუ გაატარებთ ძვირფას დროს სავარძელში ჯდომით. ნუ უყურებთ ტელევიზორსა და ტელეფონს. რაც შეიძლება ბევრი იმოძრავეთ და სარკეში ყოველდღე უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერს შეძლებთ. კიდევ ერთი ქალის ამბავი სამხრეთ ინდოეთში კერალა შტატში მცხოვრებმა ქალმა კუტიამამ წერა-კითხვა 104 წლის ასაკში ისწავლა. მისი თქმით, ყოველთვის როცა ანბანს ხედავდა, სურდა ასოებით ცნობა, თავადაც შესძლებოდა კუტიამას ოჯახს ფინანსური მდგომარეობა ხელს არასდროს უწყობდა, ამიტომ მან განათლების მიღება ვერ მოახერხა. 16 წლის ასაკში ოჯახი შექმნა და მთელი თავისი ცხოვრება შვილებზე ზრუნვას მიუძღვნა. როგორც გამოცემა Guardians-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, ყოველთვის უნდოდა მასწავლებელი გამოსულიყო, მაგრამ ცხოვრებამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეზობელმა დახმარება შესთავაზა და ასაკის მიუხედავად კუტიამამ გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია. სწავლაში ზოგჯერ ღამეებიც გაუთენებია, თუმცა როგორც ამბობს, საბოლოო შედეგად ნამდვილად ღირდა. წერა-კითხვის ტესტში მან 100-დან 89 ქულის აღება შეძლო.
და კიდევ ერთ ძლიერ და სამაგალითო ქალზე მოგიყვებით ზამბიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მარგარეტ შოლა 80 წლის ასაკში მოდის სიმბოლოდ იქცა. გამოცემა BBC-ს ცნობით თავიდან ყველაფერი უბრალოდ დაიწყო გართობით, შვილიშვილმა მარგარეტს ერთი დღით მისი ტანისამოსის მორგებას თხოვა და ბებიას უამრავი ფოტო გადაუღო, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა. და მარგარეტ შოლას თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ასეთ ასაკში ამხელა გავლენას მოხდენას შესძლებდა. ამ ამბის შემდეგ მისით არაერთი ცნობილი გამოცემა გადაინტერესდა, გახსოვდეთ წარსულის შეცვლას, ვერასოდეს შეძლებთ, თუმცა მომავალი ყოველთვის თქვენს ხელშია, ამბობს მარგარეტ შოლა და იმედი აქვს, რომ მისი ისტორია ადამიანებისთვის მოტივაციის წყაროდ იქცევა. აი ესეთი ძლიერი საინტერესო ქალების ისტორიები გაგაცანით, ყველა სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სამოტივაციო მიზეზით გახდა ის, ვინც გახდა, თავისი ოცნებებიც აისრულა და მე მგონი არც დრო არ წყვეტს არაფერს და არც არანაირი სხვა გარემოება, როცა რაღაცა გინდა, იმას აკეთებ, რა ასაკშიც არ უნდა იყო. და ჯამრჩა ეს ფრაზა, როცა ერთ-ერთი შენი გმირებიდან ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რომელსაც ეუბნები საკუთარ თავს. სხვა რას გეტყვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი. შენ ასე ეთქვი შენ თავს. კი ბატონო და ისკენ მოუწოდე. მე ძალიან მომეწონა ეგ სიტყვები. საჩვენო ამბავი არის. მე მგონი ყველასთვისაც კი, ნამდვილად გასააზრებელი და გასაზრდელი. ეს ისა მე ესეთი არა ვარ, ისეთი არა ვარ, ასეთივე შედეგია და ყველაფერი იწყება ვაიმე დედათი. ყველაფერი იწყება აქეთ.